ივნისის პროგნოზი ვნახოთ, მოდით, რა ცვლილებები არის მოსალოდნელობაში. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. მაშ ასე, რას გვირდება ივნისი? ვიტყოდი ერთ-ერთი გამორჩეული თვეა თავისი ბედნიერი ენერგიებით. დღეებით პოზიტიური ცვლილებების თვალსაზრისით იტყვის თავის სათქმელს. ბევრი მათგანისთვის ივნისი ბედისწერის გარღვევის თვედ წარმოჩინდება. მოულოდნელი საჩუქრების, სიურპრიზების, ეფექტების მატარებელი გახდება. იღბალი, დოვლათი, კეთილდღეობის მომტანი იქნება. რთული პერიოდი, ვინც გადალახეთ, ძალიან რთული, მათზე განსაკუთრებით აისახება, რადგან აქ ბოლო თვეების განმავლობაში, ვინც ძალიან დაიჩაგრა სირთულეებთან ბრძოლაში, სწორედ მათ ერგებათ კომპენსაცია, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ. მთავარი ინტუიციას მიენდოთ და შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში ის შესანიშნავი შანსები, რომლებსაც სამყარო გამოგიგზავნით. ჩათვალეთ და გასაჩუქრებთ. აი ისინი, ვინც ზედმეტად ამაყი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით, თქვენთან ივნისი თავდაჯერებას კიდევ უფრო გაზრდის, საკუთარი ძალის, ქარიზმის, უნარების, შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად ამოფრქვევასა და განმტკიცებას შეძლებთ. რაც ასევე გაზრდის ადამიანების თქვენსკენ ტოლვას. ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდებით. მაგნიტივით მიიზიდავთ საპირისპირო სქესს. დიდებით ტკბობა და სიამოვნების მიღება თქვენი გარანტი იქნება ივნისში. ნახოთ, დავამატოთ კიდევ რა გვაქვს. ისინი, ვინც ზედმეტად ემოციური, ემპათიურები ხართ, ივნისი შთაგონების, სიხარულის, ბედნიერების საწყისია. პირადი სივრცე აყვავების ეტაპზე გადავა, რომანტიზმი, უდიდეს პოზიტიურ ენერგიას მიიღებთ. რასაც ელოდებით ზუსტად ის მოვა თქვენთან. კარიერაში ელოდებით წინსვლას, კი ბატონო, ელჩისგან ელოდებით პასუხს, კი ბატონო, ვინმეს ყიდვა გინდათ, კი ბატონო, ვინმეს დაბრუნება გინდათ, კი ბატონო, იღბლის, კარების გაღება არის თქვენთან. თავარია მიენდოთ გრძნობებს, ემოციებს, იგრძნოთ ყოველი წამი თუ წუთი, ხარს ამ შემთხვევაში მთელი სამყარო გიჭერთ. რადგან თქვენს ცხოვრებაში უწყვეტი დღესასწაულის საწყისში ჩადგებით. ბევრი მათგანი მაგალითად გადაფასების წინაშე დადგებით. თქვენი ცხოვრების შეჯამება მოხდება და განსაკუთრებით ივნისი დაგანახებთ სწორ გზას და მიმართულებას. ბედნიერ და წარმატებულ ივნისს გისურვებთ, რა თქმა უნდა. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53 ოღონდ მომწერეთ და ნუ მირეკავთ. მადლობა.